დაფიცვის მეოთხე დღე თბილისში დაფიცული მიკროავტობუსების მძღოლები ქალაქის მერიასთან იწრებებიან. ისინი მუნიციპალიტეტისგან რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათ შორისაა გეგმის შემცირება და ინდმეწარმის სტატუსის მოხსნა, თუმცა ქალაქის მერიამ ამ დრომდე მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა სამსახურში აღადრინა გათავისუფლებული მძღოლები. მე შეგახსენებთ, მიკროავტობუსების მძღოლები პარასკევს დაიფიცნენ. თამარ გოგრესაშვილი აშუქებს მძღოლების აქციას, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თამარ, კონკრეტულად რას გეგმავენ დღეს დაფიცულები? დაფიცვის მეოთხე დღეს მიკროავტობუსების მძღოლები თბილისის მერიასთან დილიდან შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. მძღოლები მოითხოვენ გაუქმდეს ინდმეწარმის სტატუსი, ასევე სამსახურში აღადგინონ გათავისუფლებული მძღოლები, შემცირდეს მგზავრობისა და გეგმიური გადასახადი. მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა აგრეთვე არის ის, რომ თავად შეარჩიონ ის ცენტრები, სადაც მოხდება ტრანსპორტის გეგმიური ტექნიკური დათვალიერება. დღევანდელ აქციაზე მძღოლებმა ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად დააყენეს იმ ტენდერის შედეგების გაუქმება, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია თბილისის მიკროავტობუსი. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პრობლემების გადაჭრაში ჩაერიოს ქალაქ თბილისის მერია და ამ მიზნით ითხოვენ თბილისის მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას. ახლახანს გახდა ცნობილი, რომ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე. თავად მძღოლები კი ამ დროისთვის აყალიბებენ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც მერიის წარმომადგენელს გააცნობენ. აქცია შეუერთდნენ უფლებადამცველებიც, ასევე აქ მოვიდა ავსტრიის მოქალაქე, რომელიც აცხადებს, რომ ის მონაწილეობდა ტენდერში და თავს დაზარალებულად მიიჩნევს. ყველას მოთხოვნა არის, რომ აი პირობები ადამიანური, ელემენტარული, სხვა არაფერი ახლა ინდმეწარმი ახლა მაგრო გაუქმდეს უნდა და ყველა ამოდონა გადასახადს ვიხდით ამ ინდმეწარმში. ეს რო გაუქმდეს, რაღაცა დააკლონეს ტარიფი დააკლონ. თუ ადამიანური პირობები ქონდეს ახლა ადამიანი რო ელემენტარული გარაჟში შედიხარ და შუქები ჩამკრალი ყველაფერი დაღლილი მძღოლი მედიხარ 2-3 საათი 20 ამენდა რიგ შედგეხარ იქ მანქანის გარეშე რაღაცას რო გამოსუდეს ეს ყველაფერი რო ყოველდღურად იქნება თანხაკობს მისდება გადასახდები ვერ აუდივარ და შეამოწმო კი ბატონო გადასახდები რაც ვალებში ვარ თუ გასული როდემდე უნდა გაგდდეს ეს ვერ ვიხდით ჩვენ დღეს მოვითხოვთ გიგი გულავასთან შეხვედრას და შეხვედრისთვის კი არა, არამედ იმიტომ, რომ მან დააკმაყოფილოს მძღოლების შესაბამისად მგზავრთა ინტერესები კონკრეტული მოთხოვნების მიხედვით. იქნება ეს გეგმის დაწევა, რაც ტარიფის ცვლილებასაც გამოიწვევს ბუნებრივია, იქნება ეს მძღოლების იურიდიული სტატუსი, რომ ისინი ინდმეწარმეები არ იყვნენ და ასე შემდეგ. დღეს დილით განცხადება გაავრცელა კომპანია თბილისის მიკროავტობუსმა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებსა და საინიციატივო ჯგუფს შორის შეხვედრის შედეგებია განხილული. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის კომპეტენციას ცდება ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება, ასევე უპირობოდ მძღოლების სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. დილიდან ქალაქ თბილისის მერიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რაც შეეხება შეხვედრის შედეგებს, რომელიც გაიმართება მერიის წარმომადგენლებსა და მძღოლებს შორის, მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში გაგაცნობთ. დიდი მადლობა თამარ გოგრესაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.